აი, წერან პირველ ვიდეოში რო გითხარი, რომ 2022 წლის არომატი დაჰკრავს მეთქი ამ ვარიანტს. ეგრე იყო და ეგრეა, იმიტომ რომ ნუ აი როგორც 2022-ში იყო ეგ პირველი ვარიანტის ანალოგია, ზუსტად მსგავსი იდენტური ტესტი, ხო? ასეთივე იყო 22-ის სამივე ვარიანტში. კი, 22-ში სამი ვარიანტი იყო, ერთი კოვიდის ვერსია იყო, ვინც გადაიტანა ეგ დაავადება. მაგათ ცალკე აწერინეს და მაგათაც კი შეხვდათ ეგეთი ტესტი, ხო და აი ზუსტი ანალოგია ესეც, როგორც გითხარი რა, აი ჩვეულებრივი განმეორებაა დავალებისა. მაგიტო ოფიციალური ტესტებით, ორიგინალ ტესტებით უნდა იმეცადინოს ადამიანმა ამ გამოცდისთვის და არა რაღაც მესამეული და მეორეული წყაროებით რა. ეს არის პირველადი ემპირიული მასალა და წყარო და ეს ჩაგაბარებინებს ამის ცოდნა რა. და ამაზე ვარჯიში. ნახე, ჟურნალს 3 ამოცანა აქვს. ამოცანა რას ნიშნავს? ანუ მიზანი, ხო? სტატიების რეცენზირება, ყდის დიზაინის დამტკიცება, ბეჭდვის ხელშეკრულების გაფორმება. ცნობილია, რომ შემდეგი პირობები აუცილებლად შესრულდება. ჟურნალს სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებაზე ვალდებულება აქვს აღებული, რის გამოც ამ ორიდან ერთი მაინც შესრულდება. ანუ ვალდებულება აქვს აღებული თუ რაღაც, ეგ უბრალოდ სიტყვის მასალად არის მოყვანილი, ხო? შემავსებელია რა. ეგ რომც არ ეწეროს, უბრალოდ გეუბნება, რომ ამ ორიდან ერთი მაინც აუცილებლად შესრულდება. რომელი ორიდან? სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებაზეა საუბარი. ანუ აი ეს ორი მომენტი რა, რეცენზირება და დიზაინის დამტკიცება. მაქედანო ერთი მაინც უეჭველი უნდა შეასრულოო რა. ერთი მაინც აუცილებლად შესრულდება, წერანდელი ტესტის არ იყოს, ერთს მაინც აქ მიკროჩიპიო. ერთი მაინც ნიშნავს, ნუ ყველასაც, ანუ შეიძლება ორივე შესრულდეს, ხო, გააჩნია შემდეგ პირობას. ბეჭდვის ხელშეკრულების გაფორმებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებას თან ახლავს გარკვეული სირთულეები, რის გამოც ერთი მაინც ვერ შესრულდება. აქაც სირთულეები ახლავს თუ სიმარტივეები, ეგეთი რაღაცა არ გვაინტერესებს, უბრალოდ რის გამოც ერთი მაინც ვერ შესრულდება, ეგ არის თავი და თავი. ანუ ბეჭდვის ხელშეკრულების გაფორმება, ხო, ერთ-ერთი მისიაა და მიზანი ამ ჟურნალისა და თან ყდის დიზაინის დამტკიცებაზეც მუშაობს, ხო და ეგ ორიო ერთადო ვერ შესრულდებაო, ანუ ერთი მაინც ვერ შესრულდება, რას ნიშნავს? რომელიღაცა ვერ სრულდება, მაგრამ ერთი მაინც ისევ რას ნიშნავს? ყველას, ანუ შეიძლება ორივე ვერ შესრულდეს, ხო? ესე იგი, პირველი გეუბნება, რომ შეიძლება ერთი შესრულდეს ან ორი, მეორე გეუბნება, რომ წერტილოვანი პირობა, რომ ან ერთი არ შესრულდება, ან არც ერთი. ან ორივე ვერ შესრულდება, ხო? ჩამოთვლთაგა, რომელი დასკვნა სწორი? რა ვიცი, ამაზეც გვიმუშავია ჩვენ და არ ამგონია ეს ძნელი იყოს, ხო? პირველი, ბეჭდვის ხელშეკრულება ვერ გაფორმდება. ნუ ლოგიკა ისეთი მეცნიერებაა, რომ უნდა განსაკუთრებით სამაგისტრო, რომ ავტორს უნდა დაეჯახო და შეეკამათო. აი, ვერ შესრულდებაო ბეჭდვის ხელშეკრულებაო, ხო გეუბნება? ანუ ვერ გაფორმდებაო. უნდა გააფორმო და ნახო, რამდენად მოხდენადია. ნახე, ბეჭდვის ხელშეკრულების გაფორმებას ეს ფსიჩკა დაუწეროთ და ვნახოთ, აბა რამდენად შეიძლება მოხდეს. თუ ეგ მოხდება, ცნობილია, რომ მაგასა და ყდის დიზაინის დამტკიცებას, ნუ ორივეს ერთად ვერ მოახერხებსო, ხო, ერთი მაინც ვერ შესრულდებაო. ორივე რო იყოს, აი ეს შეუძლებელია. ამიტომ ყდის დიზაინზე უარი უნდა ვთქვათ. კაი, ზევით რა ხდება? ჟურნალს რა ევალებაო სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებაზე, ცნობილიაო, რომ ამ ორიდან ერთი მაინც შესრულდებაო. ნუ რადგან ბეჭდვის ხელშეკრულებაზე ვცდილობთ, რომ ნუ შევასრულოთ ეგ მომენტი და გავაფორმოთ, ნუ ყდას კრესტი კი აქვს, ხო? ანუ ეგ შეუძლებელია მოხდეს, იმიტომ რომ ერთი მაინც არ უნდა შესრულდეს და ყდის დიზაინმა ითავა ამ პირობის შესრულება. ხო და მაშინ ესეთი რაღაც იქნება, რადგან ეს ერთი და იგივე ამოცანაა, ყდის დიზაინი ზევითაც გადაიხაზება. იმიტომ რომ ნუ ამოვარდა ეგ მომენტი მთლიანად მეორე წინადების გამო, მაგრამ პირველი პირობა მაინც რელევანტურია და მოქმედებს და ის გეუბნება, რომ სტატიების რეცენზირებასა და ყდის დიზაინს შორის ერთი მაინც შემისრულეო. ხო და მორჩა სტატიების რეცენზირებას გავუკეთებდით და ბეჭდვის ხელშეკრულება ვერ გაფორმდება, არასწორია, იმიტომ რომ შეიძლება გაფორმდეს. აი ესეთ ვითარებაში. ბეჭდა იქნება და ყდა არა და ერთი მაინც ვერ შესრულდა, დიახ, ყდა არ შესრულდა, თუ ყდა არ შესრულდა, ერთი მაინც ხო უნდა შევასრულოთ ზევით, დიახ, რეცენზირება შესრულდებოდა და პირველი და მეორე პირობა ორივე
შესრულდა. ამიტომ პირველი არ არის სწორი, განა იმიტომ რომ რაღაცა ვერ დაჯდება ეგრე რომ ვერ გაფორმდეს. უბრალოდ საწინააღმდეგოს დამტკიცება თუ შეიძლება, ესე იგი ის ვერსია სწორად ანუ აუცილებლად ჭეშმარიტად არ ითვლება. შემდეგ B ვერსია სტატიების რეცენზირება აუცილებლად შესრულდება. ეხლა ავტორი ხო გეუბნება, სტატიების რეცენზირება უეჭველი მოხდებაო. ხო და უნდა შეეკამათო. დასკვნა თუ გინდა გაიგო, საპირისპიროზე უნდა კონცენტრირდე და საპირისპირო უნდა გატესტო. უეჭველი მოხდება რეცენზირებაო. ნახე სტატიის რეცენზირება გადავხაზოთ. პირველ პირობაში ამაგაზე საუბარი წერტილზე, პირველ წერტილოვან პირობაში, პირველ ბულეტში და ეგ თუ გადავხაზეთ, ანუ ეგ თუ არ მოვახდინეთ, ჩვენ ვიცით რომ რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებას შორის ერთი ხო უნდა მოხდეს აუცილებლად, ხო და ყდის დიზაინი დავამტკიცოთ. ქვემოთაც ყდის დიზაინი დამტკიცდებოდა და ცნობილია რომ ბეჭდის ხელშეკრულების გაფორმებასა და ყდას შორის ერთი მაინც ვერ შესრულდებაო, რადგან ყდა შევასრულეთ, მაშინ ბეჭდაზე უარი უნდა ვთქვათ. და მორჩა მაშინ იგივე არის, რაც წეღან გავაკეთეთ. ანუ სტატიის რეცენზირება აუცილებლად შესრულდება არა. შეიძლება არ შესრულდეს. წეღან შესრულდა, მაგრამ იგი მას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მოხდება. თუ ერთი მაინც შესრულდება, პირველ წინადადებაში ყდის დიზაინმა შეითავსა ეგ როლი და მისია და ქვემოთ თუ ორივე ერთად ვერ მოხდება, დიახ, ბეჭდაზე უარს იტყვი და სამაგიეროდ ყდამ დააბალანსა რა. ხო, ამ დააბალანსა რა, ეხლა ყდა რომ არ იყოს, ეგეც პრობლემა არ იქნება, ერთი მაინც ვერ შესრულდება, ორივე რო არ იყოს, ეგეც აწყობს მეორე წინადადებას, მაგრამ ჩვენი მიზნიდან გამომდინარე რა, რომ რეცენზირება რომ არ შევასრულოთ, გვიწევს ყდის დაპლიუსება და მაგიტომ მოხდა, რომ ქვემოთ ყდის დიზაინიც დამტკიცდა. ანუ შეუძლებელი არ არის, რომ სტატიის რეცენზირება შესრულდეს, უბრალოდ შესაძლებელია, რომ არც შესრულდეს, ესე იგი სწორ დასკვნად არ ჩაითვლება. გევარიანტი. ერთზე მეტი ამოცანა ვერ შესრულდება. ეხლა ავტორი გეუბნება, რომ შანსი არ არისო, რომ 2 ან მეტი განახორციელო. აბავცადოთ. თუ 2 მისია შევასრულეთ, ესე იგი გეპასუხი არასწორია. აი, სტატიის რეცენზირებაზე, ნახეთ, ჟურნალ სტატიის რეცენზირებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებაზე ვალდებულება აქვსო, რომ ამ ორიდან ერთი მაინც შეასრულოსო, ხო? ხო, ერთი აუცილებლად შესრულდებაო. აბა, ნახოთ, იქნება ორივე შესრულდეს, გავტესტოთ, ხო? თუ ერთი მაინც შესრულდება, შეიძლება ორივე შესრულდეს. მოდი რეცენზირებაც დავაპლიუსოთ და წიჩკა კონდეს ყდის დიზაინის დამტკიცებასაც. მაშინ რა დასკვნას გამოიტან? პირველ რიგში იტყვი, რომ პირველი პირობა შესრულდა, ორივე შევასრულე, როგორც რეცენზირება, ასევე დამტკიცება, მაგრამ ანუ ამ ეტაპზე ერთზე მეტი ამოცანა გვაქვს შესრულებული. უბრალოდ თემა ისაა, რომ მეორე წერტილი თუ გვიწყობს ამაში ხელს თუ გამოვძვრებით. მეორე წერტილოვან პირობაში სტატიების რეცენზირება საერთოდ არ მეორდება და არ არის დასახელებული ეგ სიტყვა, ამიტომ ყდის დიზაინი ჩამოვა ქვემოთ, რადგან პირველში დავამტკიცეთ, მეორე წინადადებაშიც დამტკიცდება და ცნობილია, რომ ერთი მაინც ვერ შესრულდებაო დასახელებულთაგანო, ხო? მეორე წინადადებაში, ანუ ბეჭდის ხელშეკრულებასა და ყდას შორისო. ხო და თუ ერთი მაინც ვერ შესრულდება, მოდი ბეჭდაზე ვთქვათ უარი და რა გამოვიდა? ჩვენ პირველი ამოცანაც შევასრულეთ და მეორეც და ერთზე მეტი ამოცანა ვერ შესრულდება. ტყუილია. ანუ განა არ შეიძლება წერა რო ვაკეთებდით, თითო სრულდებოდა, მაგრამ 2-ც რომ მოხდეს, ეგეც შესაძლებელია. უბრალოდ სამივე ვერ მოხდება ერთდროულად მეორე პირობის გამო, ხო? იმიტომ რომ ბეჭდა და ყდა ერთმანეთს, ორივე ერთად ვერ იქნება, ხო? მაგ მხრივ გამომრიცხავია, მაგრამ 2 ნახე, რეცენზირება და ყდა, ორივე რო იყოს, ერთი მაინც აუცილებლად შესრულდა, დიახ, ორივე შესრულდა, პრობლემა არ არის და თუ ყდა შესრულდა და ბეჭდაზე უარი თქვი, ერთი მაინც ვერ შესრულდა, დიახ, ბეჭდის ხელშეკრულება არ გაფორმებულა და მაგიტომ მეორე წინადადებაც სწორად ჩაითვლება, ხო? ანუ ერთზე მეტი ამოცანა ვერ შესრულდება, ასეთი მტკიცება არასწორია, იმიტომ რომ შეიძლება საპირისპიროც მოხდეს, ანუ მართლა 2 შეასრულო. 3 შეუძლებელია, მაგრამ 2 ხო შეიძლება, ხო და ერთზე მეტი ვერ იქნებაო, რატო არა 2 ხო იქნება. D ვერსია, თუ ბეჭდის ხელშეკრულება გაფორმდება, სტატიების რეცენზირებაც აუცილებლად შესრულდება. აბა მივყვეთ ეხა, გეუბნებია, რომ ბეჭდის ხელშეკრულება რო გაფორმდება, რა მოხდებაო? ნახე, ბეჭდის ხელშეკრულების გაფორმებას წიჩკა დაუწეროთ, ანუ შევასრულოთ.
ეგრე უნდა იყოს ავტორმა მასე თქვა. მასეთ შემთხვევაში მეორე პირობა ამოქმედდება და ბეჭდასა და ყდას შორისო ერთი მისია მაინც ვერ შესრულდება. ეხლა შენ რო ყდას წიშკა დაუწერო, ეგრე დაარღვევ მეორე პირობას. ხო, ამიტომ ყდის დიზაინის დამტკიცებაზე უარი უნდა თქვა, ეგ კრესტიკი იქნება. ეგ არ უნდა დავამტკიცოთ, ხო, იმიტომ რომ ხელშეკრულება ბეჭდისა უკვე გაფორმდა, ასე თქვა ავტორმა, ასე მოიწადინა. ხო და მაშინ ნახე როგორი თემა ეს, რადგან ერთი სინდიკატია, ერთი ამოცანაა, კიდევ ერთხელ გეუბნები, პირველი წინადადებაც შეივსება მეორეთი, ანუ ყდის დიზაინზე, რადგან ქვემოთ უარი ვთქვით, აქაც უარი უნდა ვთქვათ, ყდის დიზაინის დამტკიცება ვერ მოხდება მეორე წერტილოვანი პირობის გამო და ნახე მაშინ რა ხდება, ჩვენ ვიცოდით, რომ რეცენზირებასა და ყდის დამტკიცებაზე ინფორმაცია ეგეთი იყო, რომ ერთი მაინც უნდა მომხდარიყო. ხო და მოხდება მაშინ, თუ ყდის დიზაინი ვერ მოხდა, ჟურნალის სტატიების რეცენზირება შესრულდება. და ზუსტად ეგ არის სწორი პასუხი, თუ ბეჭდის ხელშეკრულება გაფორმდებაო, სტატიების რეცენზირებაც აუცილებლად შესრულდებაო. დიახ, აუცილებლად შესრულდება, იმიტომ რომ მეორე პირობაში როცა ყდა ამოაგდე, ანუ რატო ამოაგდეთ? იმიტომ რომ ავტორმა თქვა, რომ ბეჭდა შემისრულეო. ყდას ვეღარ დაუმატებ, იმიტომ რომ ერთი მაინც უნდა არ შეასრულო. ეგ ერთი მაინც როლს შეითავსებს ყდის დიზაინი. როგორც კი ყდის დიზაინი ამოვარდება, პირველი პირობა ჩაირთვება და გეუბნება ერთი რაღაცა მაინც უნდა გამიკეთო. ხო და ყდა არ არის, მაშინ სხვა რაღაც უნდა იყოს. ეგ სხვა რაღაცა რა არის? სტატიის რეცენზირება გადარჩა. ამიტომ ხო, სტატიების რეცენზირება აუცილებლად შესრულდება, დიახ. აი ეგ არის ლოგიკა რა. უნდა აზროვნებაა ლოგიკა და არა რაღაცა დაზეპირება რაღაცეების და შპარგალკებით და ფორმულებით მისვლა გამოცდაზე. ეგ უსუსური გზა არის რა. ევერსია, თუ სტატიების რეცენზირება შესრულდება, ყდის დიზაინის დამტკიცება ვერ შესრულდება. რაც წერია აქ ამის საპირისპირო უნდა ვცადოთ. ხო, აბა სტატიების რეცენზირებას როცა მოახდენო, კაი, სტატიების რეცენზირება მოხდა, წიჩკა არის, კაი. ყდის დიზაინის დამტკიცებას ვერ მოახერხებო. აბა ვცადოთ, ეგ წელანს გავაკეთეთ სხვათა შორის. ორი მისია რო შევასრულეთ, ხო? ყდის დიზაინის დამტკიცებაც მოხდეს, დავამტკიცოთ. და რა მოხდება მასეთ დროს? ყდის დიზაინი ქვემოთა პირობაში შესრულდება და ნახე ბეჭდის ხელშეკრულების გაფორმებასა და ყდის დიზაინის დამტკიცებასო რა ახლავსო, რა სირთულეო, ერთი მაინც ვერ შესრულდებაო, ხო და თუ ყდა შესრულდა, მაშინ ბეჭდის ხელშეკრულებაზე უნდა თქვა უარი, რომ რაღაცა მაინც არ შესრულდეს და ეგ იქნება ის პირველი ბეჭდის ხელშეკრულების გაფორმება, რასაც უარს ვიტყვით და რაც გაასწორებს ამ მეორე პირობას, ხვდები? ანუ აღარ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა პირველ და მეორე წინადადებას შორის. ესე იგი ევერსიაც არასწორია, იმიტომ რომ თუ სტატიების რეცენზირება შესრულდება, ყდის დიზაინის დამტკიცებას ვერ მოახერხებ, არასწორია. შეიძლება ყდის დიზაინიც დამტკიცდეს, ოღონდ ეგ იმის ხარჯზე, რომ მეორე პირობა როგორ შესრულდება. ყდის დიზაინი ხო ქვემოთაც მოხდა, ხო და ერთი მაინც რო არ შესრულდეს, ეგ ერთი მაინც რაც არ შესრულდება, იქნება ბეჭდის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა. ეს არის თქვენი მეორე ტესტის მასტერკლასი და იმედი მაქვს, რომ ესეც სწორად დავწერეთ. კაი, ცოტა ხანში სხვა ვიდეოებიც წამოვა.